მადლობთ მეგობრებო, ეს არის ჩვენი რიგით მესამე გაკვეთილი და დღევანდელი გაკვეთილი ექვემდებარება გამძლეობას. წავედით. დღეს ჩვენ გასწავლით სამვარჯიშს, რომელიც დაგეხმარებათ გამძლეობაში. ამიტომაც მოიწონეთ ჩვენი ვიდეო და დაალაიქეთ. წავედით. წარმოვიდგინეთ ფეხბურთელი, რომელიც 10-15 წუთში თამაშზიან ვარჯიშზე იქნება. თქვენი აზრით ის რამის გაკეთება შეძლებს, რასაკვირველია ვერა. ამიტომაც ჩვენ დღეს გასწავლით გამძლეობის ვარჯიშს, რომელიც აუცილებლად დაგეხმარებათ ამის გაუმჯობესებაში. პირველი ვარჯიში ექვემდებარება სირვის. თელისის ვიდივარ ჩვენ ასეთ ხარ შეგიძლიათ ქნათ სამჯერანი თავის სანამ არ დაიღლებთ. ეს არის პირველი ვარჯიში, რომელიც დაგეხმარებათ გამძლეობის გაუმჯობესებაში. მეგობრებო, ახლა ჩვენ გაჩვენებთ რიგით მეორე ვარჯიშს, რომელიც დაგეხმარებათ გამძლეობის გაუმჯობესებაში. დავიწყოთ. პირველად გაივლით ფიშკებს. მერე წავყოთ თელისის აფის. აქაც გაივლით აფის და თელისის აფის. ცოტა სამოხოთ. ფიშკა თელისის აფის. აქ შენელები და ძუძული წავყოთ. და გააკეთეთ. თუ გააკეთებთ, 10 ჯერ ძალიან კაი იქნება. გამძლეობაშიც კი დაგეხმარებათ. ახლა გადავალთ მესამე ვარჯიშისთვის. მეგობრებო, ეს არის ჩვენი რიგით მესამე ვარჯიში, რომელიც ექვემდებარება ასევე გამძლეობას. ამ ვარჯიშს ქვია შოტლანდიური გარნერი. ამიტომაც ჩვენ გაჩვენებთ, როგორ უნდა მოიყვანოს ეს ვარჯიში პრაქტიკაში. მივდივართ პირველ ფიქრებთან. ვადებთ ხელს, მოვდივართ უკან. ვადებთ ხელს. ვარჯიშის გაკეთება ალბათ თქვენი ნებოსრულია. თუ გინდათ დადეთ უფრო ნაკლები ფიშკა, ანუ თქო მეტი. ჩვენ მოახერხეთ მხოლოდ 4 ფიშკის დადება. მეგობრებო, კიდევ ერთ კაი ვარიანტია, რომელიც დაგეხმარებათ ასევე გამძლეობაში. ეს არის ძუნძული. ძუნძული შეგიძლიათ ფიშკების გარეშეც, უბრალოდ ირბინოს სტადიონ, წრეები და არტყათ ან სხვა რამე, რომელიც ასევე დაგეხმარებათ გამძლეობაში. დღევანდელი ვიდეო მიიღეთ. თუ მოგეწონათ გამძლეობის ვიდეო, ეს ვიდეო დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი ადმინო კარგავაჩი ჩვენი სიახლეები. ნახვამდის.